სადავო პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო კანონპროექტი ნარკოდანაშაულის შესახებ, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის კოდექსში გამკაცრდა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული მუხლები. რაც უფრო მკაცრია ნარკოპოლიტიკა და შეიძლება ითქვას პოლიტიკურიც, მით მეტი ადამიანს ექმნება მთელი რიგი პრობლემები, ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის რისკის საფრთხეც. უფრო მაღალია. თბილისში და სხვა ქალაქებში კი ქალაქები კი ხავსია სხვადასხვა ნარკოტიკით და სხვა ამ თემასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე ვისაუბრებთ კირჩის ერთ-ერთ ლიდერთან, ალექსანდრე რაქვიაშვილთან. მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. ბატონო ალექსანდრე, ალბათ მაინც უპირიანი იქნება დავიწყოთ აი ამ რეპორტაჟში ერთ-ერთი მთავარი კითხვის ნიშანი რა იყო. რომ რაღაც სატვირთოს მოქონდა მარმარილოს ფილებში ჩაწყობილი ჰეროინი 157 კილოგრამი და უნდა მიეტანა ბათუმში, არც ვიცით რა კომპანიაში თუ ასე შემდეგ, თუმცა რამდენიმე კვირა გამოძიება მხოლოდ აი ამ ძღოლით არის დაინტერესებული, დაკავებული ამ ძღოლი და იქეთ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის არ წასულან. სად მიდიოდა ეს ნარკოტიკი, გამოძიებას ეს ხაზი აღარ განუვითარებია. აი რა თან შეიძლება იყოს კავშირში ეს. ეს პირველი შემთხვევა არის, როცა ასეთი გახმაურებული საქმეა, რამდენიმე 10 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს. საუბარია ხომ მილიონებზე, მაგრამ ეს რომ ასეთი რაღაცა ზოგადად არ ხდება ინდივიდუალური ინიციატივის გამო. ვიღაცამ წავიდეს სადაც თუნდაც ირანში ან ავღანეთში და 100 კილოგრამი ჰეროინი ჩამოიტანოს საქართველოში, ასეთი რაღაცა აბსურდია და მთელი რაც სამყაროში ნარკოტიკებთან ბრძოლა უკვე რაღაც საუკუნე მიმდინარეობს და რაც ცნობილია რომ ასეთი ნარკოტრაფიკი ყოველთვის შეთანხმებულად ხდება ხელისუფლებასთან. რაღაც დოზით, რაღაც ფორმით და ასეთი ტიპის ნარკოტრაფიკს ყოველთვის ფარველობს ძალოვანი სტრუქტურები. იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა. ჩვენ ნარკომოხმარებლების რაოდენობა რო გადავთვალოთ, ვინც მაგალითად ჰეროინის მოიხმარს ან ჩანაცვლებელს, ტონობით მოიხმარება არალეგალურად ქვეყანაში ჰეროინი. ანუ მასშტაბი რო წარმოიდგინოთ და ხა წარმოიდგინეთ რომ რაღაც 1 ტონა ჰეროინი რომ მოძრაობს ქვეყანაში, სადაც ერთი ქალაქიდან მეორეში გადადის. ამაზე ვიდან დაამატეთ საერთაშორისო ტრაფიკი, რომელიც ჩვენ ქვეყნის გავლით გადის, რომელიც საერთოდ ცალკე ამბავია და ფერად პროსეროზული პრობლემაა იგივე ავღანეთიდან მოდის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ასე თუ ისე არის, ან შეთანხმებულად ხდება, ან მინიმუმ ძალოვნებმა თვალები უნდა დახუჭონ ამაზე. და როცა იჭერენ ერთ ადამიანს ზოლს, რომელიც შეიძლება აზრიც კი არ იყოს რას აკეთებდა. ხო, ამას ამბობს მეუთითებს თავად მწვოლიც. ძალიან ხშირია ხოლმე, შეიძლება იცოდა, შეიძლება, მაგრამ პირად უფრო კარგი როცა არ იცის, რომ ნაკლები რისკია, რომ რაღაც ინერვიულებს და ასე შემდეგ და რაღაც მოტყუებით ჩაუდებენ ხოლმე, ასეც ხდება. ორივე ვერსია შეიძლება იყოს რეალური, მაგრამ ის ოსაც უნდა მისულიყო. ვიღაცას ხოლმე უნდა გაერთილებინა ნარკორეალიზატორებისთვის. და ანუ უზარმაზეს ქსელი იქნება და არის კიდეც. ფონჭალაში რო დადიან ხოლმე იმაში რეიდებზე და პერიოდულად აქვთ ხოლმე. კი, გართულებს წინა საარჩევნო გართულება იქ მეგონი უკვე სამსახურების ვალდებულება აქვთ. იქ ცხოვრობს რომ ცოტა ხანი ციხეში უნდა ჩაჯდე წინა საარჩევნოდ რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა, ასე ვთქვათ, ილუსტრაცია იყოს, მაგრამ რეალობა დავთვალოთ რამდენი ადამიანია ხო დაჭრილი, იქ არავინ არ უნდა ცხოვრობდეს უკვე. ანუ სულ იჭრენ და სად მიდის ეს ხალხი ხო? ანუ სანსიანდლში რაღაცას დაიჭრენ, გამოუშვებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს რაღაც სისტემაა, რომელსაც აჭვევს კრიმინალს, რომელსაც აჭვევს რაღაცნაირად თავრობას. და როგორც ხვდები, რადგან ქართლოსნობაში ხა დიდი გადანაწილება ხდება, რამდენიმე თვეა სუსის უფროსი მოხსნეს და დაიჭირეს აგერ წინა მთავრობის მეთაურს რაღაცას ედავებდა და შემდეგ. რაღაც მე მგონია უბრალოდ ამის ნაწილია რაღაც ნაწილი, იმიტომ რომ ესეც ძალიან დიდ ფულზეა საუბარი, ასობით მილიონებზეა საუბარი ყოველწლიურად. ხო, ახლა სუსის გვერდის ავლით ქვეყანაში ამ რაოდენობის ნარკოტიკის სავარაუდო მოძრაობა გამორიცხული. ხო, ტექნიკურად შეუძლებელია მოცანა. ანუ უბრალოდ შეუძლებელი ვერ ხდებოდეს. მიზეზი და როგორ იყენებდნენ და ვინ იყენებდა ეს უცნობია ჩემთვის, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში ასეთი მასშტაბის არალეგალური ბიზნესი არ არსებობს, თუ რაღაც ტიპის ფარველობა არ აქვს ხელისუფლების მხრიდან. მოკლედ წლების განმავლობაში თქვენი პოლიტიკური მოძრაობა სხვადასხვა დროს ნარკო კანონმდებლობის, ასე ვთქვათ, უფრო მეტად, რა ვიცი, მოხმარებაზე მუშაობდით და მუშაობთ ახლაც. აი ბოლო თვეების განმავლობაში ნაცვლად იმისა, რაც შეიძლება მიღწევათ ჩაითვალოს, რომ მეტნაკლებად ლიბერალიზებული, ეხლა უფრო მეტად გამკაცრდა, ხო? აი ესეთ რამ მინდა კითხოთ, რაღაც აი არ ვიცი რამდენად სანახაობრივია ხოლმე, მაგრამ პერიოდულად და ბოლო პერიოდში ხშირად შინაგან საქმეთა სამინისტრო გამართავს ხოლმე ბრიფინგს, რომ ეგრეთ წოდებული გამსაღებლების ჯგუფი და
დააკავა, მაგრამ ამ ფონზე მაინც სავსეა თბილისი, სხვა დიდი ქალაქებიც ნარკოტიკული საშუალებებით და სამწუხაროდ არის ისეთი შედეგებიც, რომ რაღაც ისეთი მძიმე და დაბინძურებული ნარკოტიკს მოიხმარენ ადამიანები, რომ სრულდება მათი სიკვდილი. კი, ზოგადად სერიოზული პრობლემაა და არის მათო ჩვენი ქვეყნის პრობლემა და ამოსავალი წერტილი არის ამორჩილის არაინფორმირებულობა. და პოლიტიკოსები ამ არაინფორმირებულობას ყოველთვის იყენებენ, აი ცუდი გაგებით იყენებენ, იმიტომ რომ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ აი თუ ნარკოტიკეთა ბრძოლა გამკაცრდა, ეს რაღაც კარგს ნიშნავს. იმიტომ რომ ეხლა ნამდვილად უამრავი ნარკოტიკია, რომლის მოხმარებამ შეიძლება რაღაც ძალიან მძიმე შედეგი გამოიწვიოს და მათ შორის სიცოცხლე მოუსწროს ადამიანს, ადამიანი რო ხედავს, არ მოსწონს ეს, ითხოვს რომ რამე ქენითო თავრობა გამოდის და ვამკაცრებთ, მაგრამ რა არის გამკაცრება თავისი ფორმით? ეს არის, როცა რაღაც იზრდება ალბათობა რომ დაგიჭერენ, იზრდება რაღაც ალბათობა რომ რაღაც დაგემართება და შემდეგ და ამიტომ ნარკორეალიზატორისთვის რისკები იზრდება. მაგრამ თუ ამ შეზღუდვით ჩავხსენე ვიღაც კონკურენტები, მომგებიანობაც იზრდება. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი შეზღუდვა, მით უფრო მაღალი იქნება იმის ფასი და გამოდის რომ ერთი მხრივ ვითომ ვებრძვი, მაგრამ მეორე მხრივ ბიზნესში ვტოვებ სულ უფრო და უფრო რისკზე წამსულ ადამიანს. ვისაც შეიძლება ვთქვათ, რომ აი პირობითად ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან, ვინც შესაძლოა კავშირში იყოს ნარკორეალიზაციასთან, მათთან კავშირში მყოფი ეგრეთ წოდებული ბარიგები კარგად არიან. კი რა თქმა უნდა, კონკურენტების ჩახსნა ხდება, მაგრამ ვინც დარჩება ბიზნესში, ჭყალებში რა თქმა უნდა პირობითად იმას უფრო მაღალი მოგება ექნება. ეს მაღალი მოგება ბიზნესებს რომ რაღაც უფრო მეტ რაღაც ცუდ საქსებად წავიდეს მაგალითად. შეულებრივად როცა იმ ქვეყნებში სადაც ასე თუ ისე ხელმისაწვდომია სხვა ნარკოტიკი, მათი ხარისხის პრობლემა არის. ფარმაცევტი ხო არ კლავს ადამიანს. ეხლა აფთიაქში შეხვიდეთ უამრავი ქიმიური ნივთიერება, რომელიც ადამიანს მოკლავს თუ არასწორად გამოიყენება. მაგრამ არც ერთ ფარმაცევტ არ უჩნდება სრული კლიენტი მოკლას. მაგრამ ნარკორეალიზატორს იმიტომაც აქვს ხოლმე სტიმული რომ რამე ისეთი შეურიოს ამ ნარკოტიკს და მე რომ არ ინერვიულოს, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ იზამს მომხმარებელი. ვერსთან ვერ იშვილის. ვერ იტყვის ამას ხმამაღლად. და საბოლოო ჯამში ის რომ მოკვდება სხვა მოვა. და რადგან ასე ვთქვათ თავრობა ყველაფერს აკეთებს რომ ეს ბიზნესი ძალიან მომგებიანი იყოს და ცოტა ადამიანი შედიოდეს იქ პატარა ჯგუფი კრიმინალების მაშინ არანაირი პრობლემა არ ექნება ნარკორეალიზატორს, იმიტომ რომ ვიღაც მოკვდა. ანუ სიამდვილეში მთელი ტრაგიზმი ისტორიის არის ის, რომ ამორჩეულს გონია რომ თუ გაამკაცრებ ვიღაცას უშველი, რა სიამდვილეში როცა ამკაცრებ, უფრო მეტი ადამიანი კვდება. მათ შორის კვდება, იმიტომ რომ უხარისხო ნარკოტიკი შემოდის, იმიტომ რომ შეუძლებელია ამის კონტროლი. კვდება, იმიტომ რომ ნარკომანს უკვე პრობლემა უჩნდება, რომ რაღაც ღია დილაბრაკის პრობლემაზე რაღაც სადღაც წავიდეს და ასე შემდეგ. და რაც თავარია, თვითონ ნარკოტიკები ძალიან განსხვავებულია. ადამიანების თავში ნარკოტიკი რაღაცას ცუდს ნიშნავს ყოველთვის, მაგრამ შეიძლება ჯანოს კლასიფიკაციაში შეხედოთ პირველ ადგილზე არის ალკოჰოლი. ყველაზე საშიში ნარკოტიკი არის ალკოჰოლი. ხო, მაგრამ ჩვენ ვიცით ალკოჰოლის გამოყენების წესები, კულტურა აქვს რაღაც და ამიტომ როცა ადამიანი ინფორმირებულია, რას აკეთებს და რას სვავს, საშიშ ნივთიერებასთანაც რაც წესად იქცევა. და როცა არ ხარ ინფორმირებული, არ იცი რას ყიდულობ, ვისგან ყიდულობ, როგორ ყიდულობ, შეიძლება მარტივად რაღაც ერთი მოხმარებითაც ლეტალური შედეგი დადგეს. ამიტომ საბოლოო ჯამში სოფლიო პრაქტიკა ამას აჩვენებს, რომ როგორც კი მკაცრდება ნარკოპოლიტიკა, იზრდება უხარისხო ნარკოტიკების გამოყენება, იზრდება ლეტალური შედეგების რაოდენობა და საბოლოო ჯამში მეტი ადამიანი კვდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რომელიღაც ნივთიერება ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს. როგორც ადრე ბიოს ეწეოდა ხალხი. სანამ კანაფის ლეგალიზაცია მოხდა, კი, ბიოთი და ხალხი იხოცებოდა და ფსიქიკური ჯანმრთელობის არაერთი მძიმე პრობლემა შეექმნა. არამე ხო არ ამბობდა რომ ეს კარგია, მაგრამ ხო ეს ხო მოისპო, იმიტომ რომ მარიხუანა გახდა ასე თუ ისე ლეგალური. და მაშინ როგორ ისე პარადოქსული კი აკითხვა ალბათ, მაგრამ როგორ მოხდა რომ კანაფი ისევ ესეთი მძიმედ დასჯადი გახდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გზა გაიარეთ თქვენ და არაერთმა ადამიანმა, რომ კანაფის მეტნაკლებად შემსუბუქებულიყო ასე ვთქვათ, კანონმდებლობა, მაგრამ ახლა ამდა ჩავიხედოთ, მე მგონი სწორად მახსოვს, რაღაცა 6 გრამამდე კანაფის ფლობა უკვე უდრის რამდენიმე წელს ციხეს, ხო? და რატო ვამბობთ, რომ ეს გამკაცრებული კანონმდებლობა ერთი გასაგებია, რატომაც არის დამაზიანებელი და თან რატომ არის ის პოლიტიკური. ეს თული საკითხია, ხა მე ვერ ჩავძრები მირაკლი კობახიძის თავში ზუსტად რომ გითხრათ რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ რამდენი მიზეზი მე გვეც ასახა. პირველი ამორჩევლის ზოგადი განწყობა.
მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც კანაფის ნაწილობრივი ლეგალიზაცია მოხდა 10 წლის წინ დაახლოებით, საზოგადოებაში არ იყო ამაზე დისკუსია. არ იყო საერთოდ რა მოხდა. იმიტომ რომ არავინ ხო არ ამბობს, რომ წაი და მოწეო და კარგი არის. მაგრამ ის რომ ბიოთი აღარავინ არ კვდება, კვლევები არსებობს, რომ გაქრა გამოყენება რამდენიმე წელიწადში ბიოსი და აი უამრავი ადამიანი გადარჩა მარტო ამის გამო თუნდაც. ეს ხო არის საზოგადო ცნობილი ფაქტი. და ამიტომ ადამიანების თავში რაღაც ეს თუ ნარკოტიკი დაარქვეს თუნდაც კანაფს. აი კანაფი იქნება, ექსტაზი იქნება, ჰეროინი იქნება, რაც კაკადილი და რაღაც აი სულიად განსხვავებული რაღაც ანსაში და ნაკლებად სხვა. ერთი უბედურება. და როცა გჭირდება თქვა რაღაც გული მოიგო ამორჩევლის მithumetes ცუდ სიტუაციაში, მძიმე სიტუაციაში, პოლიტიკურ რაღაც დაძაბულობაში, რა უნდა გააკეთო? გამოხვიდე და ამ უბედურებას და ბრძოლა დაიწყო. არაინფორმირებული ამორჩეველი იტყვის რომ არა კარგი არისო და მე იწყებ რაღაც უნდა ქნა რაღაც უნდა დაიჭირო და მართლა იმას ხო არ დაეჭერო ვინც 100 კილოგრამი ჰეროინის ტრაფიკს უზრუნველყოფს ნახევარი სულის დაჭერა მოგიწევს სავარაუდოდ მაგრამ დაეჭერა იმას ვინც არის 3 ბუჩქი კანაფი აქვს და მეორე მხრივ ეს ხალხიც როდესაც ნარკოპოლიტიკა კაცდებოდა ჩვენ ზაფხულში მიტინგი მოვაწყო და იქ რა ვიცი რამდენიმე 100 ადამიანი იყო ქვეყანაში რამდენიმე 100,000 ადამიანია კანაფის მოხმარებელი. და რა ვიცი, უმრავლესობა როგორც ჩანს ქართულ ოცნებას აძლევს ხმას, იმიტომ რომ მარტო ამით ოპოზიცია მოიგებდა. ეს რომ მარტო ოპოზიცია ამორჩეული იყოს. ჩვენ ხო არ გვაძლევენ და არ გვაძლევენ, გასაგებია რაოდენობრივად ჩვენი ამორჩელის რაოდენობა და კანაფის მოხმარებელი. ხო და წამოიდგინეთ რომ ის ხალხი ვინც ეწეოდა ან რა ვიცი, რამდენიმე ბუჩქი ქონდა სახში, ეგონა რომ მას არ შეეხებოდნენ. პოლიტიკურად არ დაფიქრდა, ან პოლიტიკური კულტურის ამბავის არის საბოლოოდ ჩვენ ქვეყნით და მიიღეს რაც მიიღეს. ხო და ნუ საბოლოო ჯამში და პლუს მე მგონია რომ ზოგადად რაღაც ტიპის გაუნათლებლობა ქართულ ოცნებაშიც არის. უბრალოდ აი მე ვერ დავიჯერებ რომ საბოლოო ჯამში ასეთი ბოროტები არიან, რომ იმდენ ადამიანის ცხოვრებას ანგრევენ ამ თავის ნარკოპოლიტიკა, იმდენ ადამიანს ხოცავენ საბოლოო ჯამში. ანუ მე ვერ დავიჯერებ რომ თავრობა შეიკრება თქვა რომ მოდი ხალხი დავხოცოთ. უბრალოდ ვერ ხვდებიან რომ ეს გარდაუვალი შედეგია. რაც არ უნდა ილაპარაკონ საბოლოო ჯამში ახალგაზრდები გამოიყენებენ უარეს ნარკოტიკს და მითხრობ რომ იმ ფონზე როცა ამ უარესი ნარკოტიკის მისაგნებად არის ბევრი ხრელი ქვეყანაში და სულ იქნება, იმიტომ რომ რაც უფრო ერთ ხვდეს რომ ამოავსე, შეიძლება იმ მომენტში შემცირდეს ნარკოტიკის მიწოდება. მაგრამ მომხმარებელს ხო მაინც სრული აქვს ნარკოტიკი იპოვოს. ესე იგი ის ხო უფრო მეტის გადამხდელი გახდება. თუ ის რომ მეტს იხდის ამ ნარკოტიკში. ესე იგი მომგებიანობა მიწოდების ხო იზრდება. ამიტომ ნარკოტიზატორი ეცდება რამე სხვა გზა იპოვოს. და სადღაც ის თავარი ბუდე უფრო მეტად მდიდრდება აი ამ კი, ფენტანილის ცნობილი ეპიდემია ამერიკაში შემოხდა, ხო ჰეროინის შეზღუდვის შედეგად მოხდა. ფენტანილი არის ტრანკვილიზატორი ცხოველებისთვის ცხენს დემას რომ გათიშონ ოპერაციის წინ. ამიტომ არ იყო შეზღუდული. ვეტერინარიაში ზოგადად ნაკლები შეზღუდვებია ვიდრე ფარმაცევტიკაში ჩვეულებრივ. და როცა ჰეროინზე წნობა შეიზღუდა ამერიკაში ვეტერინარებისგან დაიწყეს ყიდვა ფენტანილის, იმიტომ რომ რეგულაციას არ ექვემდებარებოდა და მაგრამ ფენტანილი 100-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ჰეროინი. და უამრავი ადამიანი დაიხოცა ამის და იხოცება კიდეც. რასთან როცა ფენტანილთან დაიწყეს ბრძოლა, ამერიკაში გავრცელდა კიდევ უფრო ძლიერი ტრანკვილიზატორი, რომელიც 100-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ფენტანილი. და უამრავი ადამიანები დოზირებას ვერ არჩევენ, ვერ არიციან ზუსტად რას იღებენ, გარდა იმისა, რომ ზოგადად საშიშია და ცუდია, იმდენად მაღალია რისკი რომ დოზირება შეგეშლება, რომ ადამიანი კვდება. მარტივად და 1000 და 1000 ადამიანი იხოცება, იმიტომ რომ ჰეროინზე შეზღუდა წვდომა. და პრობლემა იმაში კი არის, რომ ადამიანს ჰეროინზე აქვს წვდომა თუ არა აქვს. საბოლოოდ პრობლემა იმას, რატომ მივიდა იქამდე, ხო? ანუ უამრავი სხვა ფაქტორი რატომ ადამიანი შეიძლება ამა თუ იმ ნარკოტიკს მოიხმაროს. ზოგი შეიძლება გასართობად მოიხმაროს და პრობლემა ვაფშე საერთოდ არ კონდეს და ზოგისთვის ძალიან სრული პრობლემა იყოს და სიცოცხლე დაკარგოს. და გარკვეულწილად ამაზე ამიტომ ხმის ჯელობა და საზოგადოებაში ამიტომ ამაზე ჯელობა საერთოდ რასთან აქვს საქმე. ამორჩელი არ იცის რა, გონია რომ თავრობა ამას მიხედავს და თავრობა მიხედავს და დახოცავს ხალხს, მეტი კი არა. და თან უფრო მეტად აღრმავებს სტიგმასაც ზოგადად ნარკო მოხმარებლების მნიშვნელობა არ აქვს, რას მოიხმარდნენ. ვიდრე დავასრულებთ, მინდა რომ ასე ვთქვათ, რამე შეიძლება რამეს სთავაზობს აი ამ გამკაცრებული კანონმდებლობის პარალელურად ბოდიში რაღაც ხდება აქციაზე ჩავრთვათ პირდაპირ ეთერი და ისევ დავბრუნდებით თქვენთან რა ხდება უფრო მეც გვეტყვის ნატუკა ლომაძე თქვენ იცით რომ მსვლელობა დაიძრა ფილარმონიიდან გაცდა პარლამენტს და რაღაც ხდება ახლა ამ მომენტისთვის პოლიცია ნატუკა თუ გესმის ჩვენი მოგვიყევი
დავით, ახლა აქციის მონაწილეები არიან გაჩერებულები თავისუფლების მეტროსთან, მიდიან თავისუფლების მოედანზე. აი, რამდენიმე წუთით შეჩერდნენ აქ თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს კიდევ ერთხელ და უსამართლობების შესახებ აქ მოქალაქეებს ესაუბრებოდნენ. აი, ხედავთ ახლა ეს გზის სავალი ნაწილი გადაკეთებული ცოტა ხნის წინ, როგორც ხედავდით მოქალაქეები, თუმცა ახლა სულ განლაგებული არიან, როგორც ხედავთ პოლიციის მანქანები. აი, კადრში ვაჩვენოთ, ძალიან ბევრი პოლიციის მანქანა არის მობილიზებული, მათ შორის არის სავარაუდოდ კრიმინალური პოლიციის მანქანებიც, არ ვიცი, აი ძალიან ბევრი მანქანა არის, ვაჩვენოთ და მოკლედ აღარ ისმის ნატუკას სხვა დავტოვებთ კადრს და დავბრუნდებით თუ მოვლენების განვითარების შესაბამისად. ბატონო ალექსანდრე, დავასრულოთ ბარემ, აი თუ სთავაზობს რაიმეს ადამიანებს გარდა იმისა, რომ გაამკაცროს, სტიგმა დაქციოს, რომ აი რაღაც ხომ შესთავაზო გამკაცრებული კანონის პარალელურად, რომ აი მოდი აქ იმკურნალებ, მოგივლი, შევქმნი შენთვის რაღაც არ ვიცი ცენტრ, სადაც თუ დაგჭირდება დაგეხმარები. ეს არ არსებობს, ხო, საერთოდ? არა, არსებობს რაშიაც საქმე, იცით, თვითონ ნარკოტიკები ყველა დიდი რაღაც ჯგუფს ქვია, ხო? კანაბის შემთხვევაში რანაირ არის კურნალობა და რაფერი არ ჭირდება, სხვა რაღაც არის. ანუ მაგრამ აი მაგალითად ოპიატებზე რო არსებობს ჰეროინზე და შემდეგ ჩანსვლების თერაპია და იდეაში ჩანსვლების თერაპია უნდა ფართოვდებოდეს და მაშინ ხელმისაწვდომი აქამდეც 20,000 ადამიანამდე ჩვენ ქვეყანაში ლეგალურად იღებს ჩათვლით ჰეროინის ჩანაცვლებელს, ყოველდღიურად შეიძლება მივიდეს და ხო არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ რო ეს გაფართოვდეს და უფრო მარტივი იყოს მათთვის, საერთოდ აღარ იარსებოდა ეს პრობლემა. ანუ ისევ როცა ნარკოტრაფიკზე საუბრობს, ჰეროინის იმპორტი იმიტომაც გჭირდება. ანუ ჭირდება ბჭყალებში, რომ არ ყოფნის ლეგალური მიწოდება. თორე ლეგალური მიწოდებიდან თარგმნას ისე საკეთებს და ათასობით ადამიანს ეხება და ხო პრობლემა არ შეუქმნია ამ ხალხს ქვეყნისთვის. მაგრამ აი ის ვინც არ ლეგალურად ყიდულობს ის ადამიანი მეყვებავენ კრიმინალს და ასე შემდეგ. მაგრამ რატომ არ ხდება ეს? იმიტომ რომ თუ მაგალითად მაინდამაინც სახელმწიფოს აღრის ხვაზე უნდა დადგე და რაღაც ინფორმაცია უნდა მიაწოდო და კონტროლის ქვეშ დადგე, ბევრს უბრალოდ არ მოუნდება ეს საკითხი. პირიქით უნდა გაამარტივო ეს ადამიანი, რომ ადამიანს ზედ პრობლემები აქვს. ისედაც არ შეუძლია ნორმალურ ცხოვრებას გაგრძელება, თქვა, რა ვიცი, რაღაც ჰეროინი წნომა რო არ ქონდეს და შენ კიდე დამატებით პრობლემას უქმნი. იმასაც რომ ნორმალურ ცხოვრება უზრუნველყო და საბოჯამში აი პორტუგალიის მაგალითი კარგია იმით, რომ იქაც ძალიან კაცი ნარკოპოლიტიკა იყო და ერთ-ერთი ლიდერი იყო ცუდი გაგებით ევროპაში სიკვდილიანობით. უამრავი ადამიანი ეხოცებოდათ და პრემიერის შვილი გარდაიცვალა ზედოზირებით. და მაშინ მიხვდა, შეიცვალა ნარკოპოლიტიკა, მიხვდა, რომ პრობლემა სიმკაცრეში კი იყო, უბრალოდ გამოსავალი სიმკაცრეში კი იყო, პრობლემა იყო ეს სიმკაცრე. და ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ნარკოპოლიტიკა პორტუგალია და ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შედეგები აქვს. და ასეთი ადამიანური ამბები სანამ საფრთხოდ არ ხდება, ის ხალხი ვინც ძალაუფლებას ფლობს, ისინი ვერ ყვევიან ამ სიტუაციაში. მაგათ გასაგებია იქ მერკანტილური ინტერესები, ძალაუფლების ნაწილი, ხალხის კონტროლი, ყველაფერი, მაგრამ პლუს ამას ემატება ის უბრალოდ აზზე არიან რასაკეთებენ. კეთილი, დავიტოვოთ იმედი, რომ აზზე მოვლენს ბევრი სხვა მიმართულებით. იმედია ადამიანური ტრაგედიები არ დავჭირდება. ეს არ უნდა დაგჭირდეს ცხადია. ძალიან დიდი მადლობა ალექსანდრე აქვეშვილს უსმენდით ის ნარკოპოლიტიკაზე საუბრობ